ჯემალ ჭკუასელის შემოქმედებით მოღვაწეობას დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ ჯასუხ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ცნობილი ლოტბარისა და ქორეოგრაფის 90 წლის იუბილე აღინიშნება სცენაზე ერისიონის მომღერალთა გუნდი წარდგა სოლო კონცერტზე ყოველთვის ცნობილი და ახალი სიმღერები შესრულდა გაიმართა ხალხური სიმღერების აუდიო ჩანაწერების პრეზენტაციაც ჩანაწერები 80-იანი წლებიდან დღემდე ფოლკლორული ანსამბლის ძველი და ახალი თაობის მიერ შესრულებულ 100-მდე სიმღერას აერთიანებს თამუნა ჯალაღონია ესწრება კონცერტს რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჯასუხ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ლოტბარის ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა სრული ანშლაგით ჩაიარა, სანამ კონცერტი დაიწყებოდა სცენა ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილმა დაიკავა და საზოგადოებას ბაბუის მოკლე ბიოგრაფიული მონაკვეთი გააცნო და ასევე დამსწრე საზოგადოებას ერისიონის მიღწევების შესახებ უამბო მოკლედ. შემდეგ უკვე სცენა დაიკავეს ერისიონის მომღერალთა გუნდმა. აღსანიშნავია, რომ ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოლო კონცერტი იმართება ერისიონის მომღერალთა გუნდის მიერ. 17 სასიმღერო ნომერი შესრულდა დღეს საღამოზე და დამსწრე საზოგადოება მოისმინეს როგორც ყველასათვის ნაცნობი ძველი სიმღერები, ასევე პირველად შესრულდა ის ნაწარმოებებიც, რომელიც ერისიონის რეპერტუარში პირველად მოხვდა. სანამ საღამო დაიწყებოდა და კონცერტის დაწყებას წინ უძღოდა პრეზენტაცია, აუდიო ჩანაწერების პრეზენტაცია, სადაც 100-მდე სიმღერა არის გაერთიანებული როგორც ძველი თაობის შემსრულებლების, ასევე ახალი თაობის შემსრულებლების მიერ. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა მთელი ანსამბლი წარდგა მაყურებლის წინაშე ჩვენი შოუ პროგრამით ქართული საგანძური. შემდეგ ჰქონდა ხელოვნების მუზეუმში ბატონ ჯემალ ჭკუასელის ფოტო და ვიდეო მასალების საარქივო მასალების გამოფენა, რომელიც გადაინაცვლებს ზუგდიდში ივლისის თვეში და აი ამით დასრულდება ბატონ ჯემალ ჭკუასელის აი ეს ციკლი მისი 90 წლის იუბილეის აღნიშვნისა. დღეს საოცარი ზეიმის მომსწრე არის თბილისელი მაყურებელი, ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის გულშემატკივარი. ჩვენი მხარდაჭერა ფონდი ქართული გალობის სწორედ ამ მიმართულებით გახლავთ. შეიკრიბა ძველი და ახალი ჩანაწერები და ბატონ ჯემალის იუბილესთან 90 წლისთან დაკავშირებით ჩვენ მხარში დაუდექით ამ ჩანაწერის, ამ უნიკალური ჩანაწერის შექმნას. მნიშვნელობაც დიდი აქვს, არა მარტო იმიტომ, რომ ბატონ ჯემალის იუბილეა, აი იმითაც, რომ მაყურებელმა ასე მიიღო ეს ჩვენი მართლაც საგანძური ხალხური სიმღერა, რაც არის ჩვენი სულიერება, ჩვენი ყოფის აღწერილი, რა შეიძლება კიდევ თქვა, ყველაფერი კარგი, აი ეს არის ჩვენი ჯიში და გენი და ძალიან მიხარია, რომ ასე იღებს მაყურებელი ამას და ძალიან დიდი დაინტერესება აქვს საერთოდ ახალგაზრდებშიც და ძალიან მახარებს. ეს არის მესამე კონცერტი და დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველი კონცერტი 18 მაისს ლოტბარის მშობლიურ მხარეში ოზურგეთში გაიმართა, ხოლო შემდეგ კი ჯემალ ჭკუასელის ფოტო და საარქივო მასალები ხელოვნების სასახლეში გამოიფინა.